ის ვიცი ხარ ამე? აი ესე დაიკავეთ, აი. აი ეს. დიდი კაია. მოკლედ დიდი მადლობა რომ მოხდით და დიდი მადლობა რომ ეს შესაძლებლობა მომეცა რაღაცა ვთქვა. და ეთიოდის სიტყვა საერთოდ აკაობაზეც მინდა ვთქვა. თქვენ გიყურებთ ცოტა გული მომეცა ახლა თქვენ განახოთ რა. ეს არის პირველი შემთხვევა რაც მე აკაობა მახსოვს ჯერ საბჭოეთი მახსოვს წარმოედგინებდა ახლა იმის მერე 1000 ეგეთი უბედურება მოუვიდა საქართველოს და ახლა ეს პირველი შემთხვევა როდესაც ადამიანებს ყელში ამოუვიდათ უწესრიგობა და უსამართლობა და რაღაც ისეთის გაკეთება უნდათ ესე იგი თქვენ გინდათ მეც მინდა რაც საერთოდ ცხოვრებას გამოასწორებს და ამ ცხოვრებას კიდე 1000-ნაირი სხვადასხვა სფერო აქვს. ერთ-ერთ სფეროზე მე შემიძლია დღეს ვილაპარაკო, სხვა სფეროებზე სხვა ვილაპარაკებენ, მაგრამ განსაკუთრებული და ხაზგასასმელი ამ მოძრაობის არის ის, რომ ადამიანებს ცხოვრების შეცვლა უნდა და იქ ხელისუფლება რომელი ხელისუფლება გააკეთებს ამას, რომელი ხელისუფლება შეცვლის ამას, ეს ამ ადამიანებისთვის ისე მნიშვნელოვანი არ არის. ეს შეიძლება სულ სხვა ხელისუფლება იყოს, შეიძლება წინა იყოს, ან წინის წინა, ან ახალი, მაგრამ თავარია რომ რაღაცა შეიცვალოს, რაც ესეთი მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. და ისეთი თემები წამოიწია წინ, რადგან ეს ცხოვრება საერთოდ მრავალფეროვანია, რომელიც ადრე არ ისმოდა. და ეხლა მე მინდა რომ ყველანაირად ხელი შეუწყო ამას და წარმატება უსურვო ამ მოძრაობას. სხვადასხვა ეს ძალიან გავს მოძრაობას, რომელიც სერბეთში დაიწყო ცოტა ხნის წინ. იქაც რაღაც კონკრეტული შემთხვევის გამო, მაგრამ აი ამას მოყვა ახალგაზრდობის ესეთი დიდი აღელვება, რომ ბოლოს და ბოლოს ყელში ამოუვიდა არასწორი ცხოვრება. ისევე როგორც ჩვენ. და ეხლა როგორმე იქნებ ეს ცხოვრება შევცვალო. აი ეხლა რაზე თქვენ ვილაპარაკეთ ეს სამართალი ხო? სამართალი ხო ერთ-ერთი სფეროა ცხოვრების. და ის ესეთ დღეშია სამართალი. მაგრამ კიდევ რამდენი სხვადასხვა სფერო არის ცხოვრებისა, რომელსაც ასევე უნდა შეცვლო. და ერთ-ერთი სფერო არის სივრცითი მოწყობა, ქალაქ გეგმარება, ქალაქ განვითარება. და ამასაც შეცვლა უნდა, ისიც ისევე მახინჯურია, ისევე ავანტყოფილია ჩვენში, როგორც სასამართლო, როგორც სამართალი საერთოდ. და ამას ყველანაირად ხელი ეწყობა ამ უსამართლობას, ავანტყოფილობას, იმის მაგივრად რომ ნაბიჯები გადაიდგას ამ ავანტყოფილობის შემცირებისკენ, პირიქით. ისეთი ნაბიჯები იდგმება, რომელიც კიდევ უფრო ღრმად გვაფლობს, ესე იგი, ჩაფლობას იწვევს ამ ავანტყოფილობაში. და ეს იყო წინა ხელისუფლების დროსაც ესე, ეს იყო იმის წინაც ესე, თუ საბჭოეთზე აღარაფერს არ ვამბობ. და თავი და თავი ის არის, რომ ცენტრალიზებული უნდა იყოს ეს ქვეყანა. აი ვიღაცას უნდა ხელისუფლებაში ამის წინაც ხელისუფლებაში იყო და იმის წინაც ვიღაცები არიან ესეთები, ვისაც უნდა რომ ეს ქვეყანა აუცილებლად ცენტრალიზებული იყოს. და ცენტრალიზებულ ქვეყანას, რომელიც საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი და ტრადიციულად არ იყო ცენტრალიზებული ქვეყანა, საქართველოს ფეოდალური ქვეყანა იყო, სულ სხვადასხვა პატარა კულტურული ლანდშაფტებით. ეხლა უნდათ რომ ცენტრალიზებული იყო და ცენტრიდან იმართებოდეს ყველაფერი. რაც ეწინააღმდეგება ქართულ სივრცით მოწყობას, რომელიც აი როგორც თქვი, ესეთი ყოველთვის დანაწევრებული იყო, ფეოდალური ქვეყანა იყო ყოველთვის და რომელიც ძალიან ბუნებრივია ევროპული სივრცითი მოწყობისთვის. ახლა მთელი ეს სივრცითი მოწყობის სისტემა, რომელიც გადმოღებულია ჩვენთან ევროპელებისგან, ცენტრალური ევროპელებისგან, ის სწორედ ასეთ რამეს გულისხმობს, რომ
შეიძლება იყოს სივრცითი მოწყობის სქემა მთელი ქვეყნისთვის, შეიძლება იყოს რეგიონების სივრცითი მოწყობის სქემა, ოღონდ ის ფორმალური რეგიონები არ არის დაგულისხმები, რომელიც საქართველოშიც არის. რეგიონები შეიძლება სრულიად არაფორმალური იყოს, მაგალითად თუშეთი არის რეგიონი, ის თავისი ლანდშაფტითაც, თავისი როგორც კულტურული ლანდშაფტი რაღაც დამოუკიდებელი რაღაცა. და იმას თავისი სივრცითი მოწყობა სჭირდება, თავისი სოციუმი არსებობს, ადამიანები არსებობენ, რომლებიც იქაურობას იცნობენ და იქაურობა იმათი სამშობლოა. ეხლა მაინც თუშეთზე ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ეს დიდი ხნის წინ ჩამოსახლდნენ ალვანში თუშები და ეხლა მოძრაობენ ესე ზემოთ ქვემოთ, მაგრამ ყველა სხვა კუთხე ქვეყნის საქართველოსი ესეთია. და ესეთი ცენტრალიზმი, აი მაგალითად ცენტრალიზმის გამოხატულებაა დუშეთის რაიონი. დუშეთის რაიონს ეკუთვნის ხევსურეთიც. ასე წარმოიდგინეთ, დუშეთის პლატოც ხევსურეთის მუნიციპალიტეტში შედის და არხოტიც რა. როგორი უაზრობაა წარმოიდგინეთ, აბსოლუტურად სხვადასხვანაირი საზოგადოება, აბსოლუტურად სხვადასხვანაირი სოციუმი, აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ბუნებრივი ლანდშაფტი და ესეთი და იგივე იმაში შედის მუნიციპალიტეტში. და იმ მუნიციპალიტეტსაც არაფერი არ ეკითხება, ყველაფერი ცენტრში გადაწყდება ხოლმე. ყველაფერს აკეთებს ეს ხელისუფლება იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს ცენტრალიზებული. აი მიიღეს დეცენტრალიზაციის კანონი, თითქოს მიცეს დამოუკიდებლობა რაღაც რამოდენიმე ქალაქს და მე ისე უკან დააბრუნეს ესა. ძალიან უჭირს ქვეყანას, რომ გახდეს დეცენტრალიზებული ქვეყანა. და ეს დეცენტრალიზაციის სხვადასხვა საფეხურები არსებობს, ყველაზე უფრო დაბალი საფეხური ამ დეცენტრალიზაციის არის კომუნა, ესე იგი თვითმმართველი ერთეული ქალაქი ან სოფელი, რომელიც თავის ტერიტორიას ექსკლუზიურად უვლის, ესე იგი მხოლოდ იმის საქმეა მისი განვითარება. მაგალითად რაიმე სოფლის ან ქალაქის განვითარება არის მთლიანად იმ სოფლის თვითმმართველობაზე დამოკიდებული და არაფრით არ არის დამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ეს ფორმალური წესებითაც ესეა, მაგრამ სინამდვილეში ყველანაირად ყველაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ეს ცენტრიდან იმართებოდეს. ყველა პატარა სოფელიც კი ცენტრიდან იმართება. და ეს ისეთი ავანტყოფური მდგომარეობა, ამაზე უკვე ძალიან ბევრი ლაპარაკობს, ის სოფლელები ლაპარაკობენ თვითონ. ამ სოფელში რა გვჭირდება წყალსადენი, ბავშვთა მოედანი თუ სხვა რამე, ჩვენ უკეთესად არ ვიცით ვიდრე თბილისში ვიღაცები რომ შედან ცენტრში. იმათ ეს ხო საერთოდ არის ეს იმათი სამშობლო არ არის, ეს კიდე ჩვენი სამშობლოა. და ამის თქმა შეუძლია ყველა კომუნას, კომუნა ქვია ამას, ადგილობრივი თვითმმართველობა ქვია ჩვენი კანონმდებლობა. და ამის თქმა შეუძლია სულ ყველა მოქალაქეს. ის ქალაქი არის ჩვენი სამშობლო, მაგალითად თბილისი ძალიან დიდია და ამიტომ ეს საერთობის გრძნობა ნელ-ნელა დაიკარგა, მაგრამ აი ვთქვათ, ჩემთვის სამშობლო არის ის, სადაც მე დავიბადე და ახლობით რამდენიმე კვადრატული კილომეტრი და იქაურობის ამბავი მე უკეთესად ვიცი ვიდრე ცენტრალურმა ხელისუფლებამ. და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეფორმაცია, რომელიც ჩვენ გვახასიათებს, რომლის ტრადიცია ახალი ტრადიცია არ აქვს, აი რაც ახალი ხელისუფლებები გააჩნდა საქართველოში, ეს ტრადიცია იმათ არ ქონიათ. სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობა, კომუნალური მმართველობა საქართველოში ძალიან დიდი ხანი არ იყო და ეს შემოიღო ალექსანდრე მეორე მეფის რუსეთის დროს 1862 წელს, 61 წელს ზუსტად არ მახსოვს. და ამის მერე არის ქალაქის საბჭო თბილისშიც მათ შორის. ისე მანამდე თვითმმართველობა კი იყო, მაგრამ პოლიცმაისტერი განაგებდა თბილისს და ასევე სხვა პატარა ქალაქებს. და აი ამის მერე ქალაქის საბჭო შეიქმნა. ესე იგი, არც ისე დიდი ხანია, რაც გარკვეული საბჭო არსებობს,
რომელიც წარმართავს ქალაქის განვითარებას. და ეს როგორც კი დაიწყო ეს ბოლშევიზმი 1921 წელს ეს ფაქტიურად გაუქმდა, ფორმალურად დარჩა ქალაქის საბჭო და აღმასკომი, მაგრამ ფაქტიურად ის ცენტრალიზებული ქვეყანა იყო. და ეს ცენტრალიზებული ქვეყანა გადმოიბარა პოსტსაბჭოურმა საქართველომ და არაფრით ხელის გაშვება არ უნდა ამისგან. ესე იგი, არაფრით არ უნდა ისმის გაკეთება, რომ თბილისელებმა თვითონ წარმართონ თავისი განვითარება, ან დუშელებმა, ან გორელებმა და ასე შემდეგ. და ეს არის პირველი მნიშვნელოვანი დეფორმაცია, რომელიც გამოსასწორებელია ეს. ეხლა ნებისმიერი ქალაქის განვითარება და ეხლა მე რახან თბილისს უკეთ ვიცნობ, თბილისზე უფრო მეტის თქმა შემიძლია, უფრო ეფექტურია და ნამდვილია, ასე ვთქვათ, იქ მაცხოვრებლების, მოქალაქეების ინტერესებშია, როდესაც ეს მოქალაქეები წყვეტენ თვითონ როგორ უნდა განვითარდეს. და ეხლა ჩვენ ამის საწინააღმდეგოს ხედავთ ყოველდღიურად თბილისში. ესე იგი, ჩვენ გარშემო რაც ხდება, ყველა ხედავს ეხლა, რომ სრულიად ქაოსური, სრულიად ერთიანი გააზრების გარეშე განვითარებული ქალაქი. ამას განვითარება არც ქვია, ამას ნგრევა ქვია ქალაქის. ქალაქის ფასეულობების ნგრევა ქვია იმას, რაც ჩვენში ხდება. და ესეთი ექსკლუზიური უფლება ცენტრალური ხელისუფლების ხელშია და მასთან დაახლოებული ადამიანების ხელში. ესე იგი, ამ ქაოსურ განაშენიანებას ქმნიან ადამიანები, რომლებმაც როგორღაც ხელისუფლება ჩაიგდეს ხელში, ეს არის ელიტები, ჩვენთან შეზრდილია ერთმანეთში ეს ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტები და ისინი იმათ თავის ხელში აქვთ ეს ქაოსური განვითარება და ნებისმიერი სახლის აშენება, ეხლა კორპუსს ეძახიან ამას, საბჭოურიდან გადმონაშთი ცნება არის ესეთი, რომ კორპუსია და ნებისმიერი კორპუსის აშენება იძლევა ფულს და ვიღაცისთვის ეს არის შემოსავლის წყარო. და აი ეს ხელში აქვს ჩაგდებული რაღაც ელიტას, ხელისუფლებას და ამის ხელიდან გაშვება არაფრით არ უნდა. და ეს აზრს უკარგავს ყოველგვარ ქალაქ განვითარებას, ყოველგვარ გონიურულობას ქალაქში. ქვეყანა შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ სწორ გზაზე დამდგარი, ხა ძალიან უცებ ამას ვერ გამომასწორებ, მაგრამ სწორად მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს სწორ გზაზე დამდგარი ქვეყანა, როდესაც ადგილობრივი მმართველობა გადაწყვეტს. ესა და ეს განაშენიანება აქ ესეთი უნდა იყოს თუ სხვანაირი. განაშენიანება ან გამოყენებები, სად კაფე უნდა იყოს, ან სად ბანკი, ამის გადაწყვეტა არ შეიძლება ცენტრალური ხელისუფლების საქმე იყოს. და ჩვენთან კი სწორედ ესეა და ამის ხელიდან გაშვება არაფრით არ უნდა ამ ცენტრალურ ხელისუფლებას. და ეს ერთ-ერთი ისეთივე ავადმყოფობაა, როგორც სასამართლოს ავადმყოფობა. სხვათა შორის, ქალაქ განვითარებას სამართლებრივი მხარეც აქვს. და მე სამწუხაროდ მომიწია ასეთ სასამართლოში მონაწილეობა, როდესაც საბრძოლი იყო რაღაცა და აღმოაჩინე, რომ ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა ქალაქშენებული სამართლის თვალსაზრისით, როგორც თქვა სისხლის სამართალში, ან სამოქალაქო სამართალში, ან ნებისმიერ სხვა სამართალში. აი როგორც დღეს მოქალაქეებს ჩაგრავენ იმისთვის, რომ იმათ უკეთეს ცხოვრება უნდა. ზუსტად ესევე ჩაგრავენ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება, ჩვენ ვიცით უკეთესად აქ რა უნდა აშენდეს და ან რა არ უნდა აშენდეს და თქვენ ეხლა რაღაცებს მოგუყვებით ახლა და მოსამართლეები შუშის თვალებით, ამას არ ვაჭარბებ, მიყურებენ, არაფერი ამისი არ გაეგება, იქიდან დავალებულია ზემოდან, რომ ესა და ეს საქმე ესეო და გადაწყვეტო და ისე წყვეტენ და გათავდა რა. და ესე იცით, აი ერთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო ვაკის პარკის. ვაკის პარკში, შუაგულ პარკში აპირებდნენ 7 სართულიან სასტუმროს აშენებას. და ამისი მოსურნე რა თქმა უნდა გამოჩნდებოდა ვიღაცა და იმ ადამიანს ვიცნობ კიდევაც, ვინც ამისი მოსურნე იყო, მთელი ბანდა იყო ასეთი ადამიანების და ისინი ამას აშენებდნენ. ქალაქის მმართველობა, რომელიც ქალაქის არ არის და სინამდვილეში არის ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, თავისუფლად მისცა მშენებლობის უფლება.
რაც რა თქმა უნდა გავასაჩივრენ ადამიანებმა გავასაჩივრეს რომლებიც ამის წინააღმდეგი იყვნენ და სასამართლოზე მოსამართლემ არ იცოდა არაფერი. მოსამართლემ იცოდა მხოლოდ ის, რომ იმას ხარი უნდა დაუჭიროს. და როგორც კი ამ მშენებლობის მოსურნებას პირველი ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, იმ წუთში ამ ზემოდან დააკვეთით მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უფროსობას სჭირდებოდა. მერე აი საზოგადოების ძალიან დიდი ძალისხმევით და ისეთი ძალისხმევით, როგორცაც ახლა აღვხედა, კონკრეტული მოთხოვნით მივიდა საქმე იქამდე, რომ იქ მართლაც დღეს აღარაფერი არ აშენდება, იმას მისცეს სხვა ადგილი ამ მშენებლობის მოსურნეს, მაგრამ აი სასამართლოსაც შეეხება, სასამართლოში ყველაფერი წავაგეთ, ესე მეორე ინსტანციაში და მესამეში წავაგეთ, იმიტომ რომ სამართალი არც იქ არ არის. იმათ საერთოდ არ აინტერესებთ რა არის სამართალი. იმათ აინტერესებთ, რომ ემსახურებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. მეტი არაფერი არ აინტერესებთ. და აი ეს როგორმე საზოგადოებამ უნდა მოიშოროს თავიდან. ეს ცენტრალური ხელისუფლების მონობა და როდესაც ადამიანები, რომლებიც სადღაც ცენტრში შედან და არაფერი არ იციან იმის შესახებ რა უჭირს ადამიანს სადღაც ხევსურეთში, ან იმერეთში, ან გურიაში გადაწყვეტენ იმ ადგილს. და იქ ხარ თავისი მერები, თავისი რაღაც სიტყვებს ეძახიან ადამიანებს, ვინც მიმლინებული ხარ, რომლებიც სინამდვილეში ამათი მონები არიან, მეტი არაფერი. ისინი არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამენ ისე, რომელიც არ იქნება ასე ვთქვათ შეთანხმებული და მოწონებული ცენტრიდან. მოკლედ, ამით მე ახლა იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში ქალაქ განვითარება, სოფლების განვითარება, პატარა ქალაქების განვითარება არაფრით არ დადგება ფეხზე, სანამ დეცენტრალიზაცია რეალური არ გახდება. სანამ ადამიანები არ იგრძნობენ, რომ თავისი სამშობლოს განვითარება მაგათ ხელშია. სანამ მხოლოდ ეკონომიკური პირობები კი არ გამოსწორდება პატარა ქალაქებში და სოფლებში. სანამ კულტურული პირობები კი არ მხოლოდ კულტურული პირობები კი არ გამოსწორდება, რომელიც ახლა ძალიან ნაკლია სოფლებში და ქალაქებში. არამედ გამოსწორდება მოვალეობის გრძნობაც, რომელიც ავალდებულებს ამ ადამიანებს თავის სამშობლოს განვითარებაში მონაწილეობა მიიღონ და თავისი ხმა ჰქონდეთ იმაში, რაც კეთდება იმათ ქალაქში, პატარა ქალაქი იქნება ეს თუ სოფელი იქნება. ეს ამის თქმა შეიძლება ყველაფერზე და ამ ადამიანებმა ბევრად უკეთ იციან ეს, როგორც წეგან უკვე თქვი, ვიდრე ეს ცენტრში შეიძლება ადამიანებმა იცოდონ. მე ახლა იმდენ რაღაცაში მომიწია გავლა ექსპერტიზების დაწერა თბილისის შესახებ, რომ ეს ზუსტად ვიცი, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო შეგნებულად ისეთი კანონები, ისეთი კანონში შესწორებები მიიღო ისეთი, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას, ადგილობრივ საზოგადოებას აზიანებენ. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ვიღაცამ ფული იშოვოს ასეთი მშენებლობა. და ის ფულის მშოვნელი არის დაკავშირებული ცენტრალურ ხელისუფლებასთან. როგორმე ეს უნდა დამთავრდეს. ესეთი ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, ძალიან ბევრ შემთხვევაში მივიღე მონაწილეობა და ეს საიდანღაც მედიისგან არ ვიცი. ეს ნამდვილად ესეა. ეს არ დამთავრდება, ეს კატასტროფული სიმახინჯე განაშენიანების, რომელიც ახლა ჩვენ რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ, ეს არ დამთავრდება არაფერი, სანამ ეს სისტემა იარსებებს, რომელიც ამბობს, ერთი კორპუსი ჩამაგნებინე ჯიგრულად. და აი ამაზე დგას მთელი ქალაქის განვითარება. ის ვისაც ძალაუფლება აქვს, ის ადგმევინებს იმ კორპუსს, იქიდან შემოსულ ფულს ეს კაცი აიღებს, დაიხურავს ფულს და წავა. არავით არის პასუხისმგებლობა იმისი, იქ რა მოხდება, როგორი ცხოვრობენ ადამიანები, როგორი ცხოვრობს გარშემო ადამიანთა ერთობა, როგორი სატრანსპორტო მიმოსვლა იქნება, როგორ გადაიტვირთება იქაურობა. ექნება თუ არა იმ ადგილს საბავშვო ბაღები, პოლიკლინიკები, სამანტყოფოები. ესე იგი,
არაფერი აღარ აინტერესებს იმ ადამიანმა თავის საქმე გააკეთა, იმიტომ რომ ვიღაცამ კორპუსი ჩაადგმეინა ჯიგრულად და წავიდა და გათავდა. და ესე გრძელდება უკვე ამდენი წელია. ეს როგორმე უნდა დამთავრდეს. ეხლა იმედია, რომ როგორმე ეს დამთავრდება, როგორც კი სისტემა მოიცვლება, გადაიქმება ნაბიჯები ახალი სისტემისკენ, რა თქმა უნდა, უცებ არაფერი არ გამოვა. უცებ საერთოდ ნახტომების გაკეთება ძალიან ძნელია. მე ახლა ძალიან ბევრი მილაპარაკი ახალგაზრდებთანაც, რომლებისთვისაც დეცენტრალიზაცია საეჭვო რაღაცაა. ახალგაზრდები არ არიან მიჩვეული იმას, რომ დეცენტრალიზაცია უფრო ეფექტურია, რომ დეცენტრალიზაცია არის არსებითად დემოკრატიის საფუძველი ქვეყანაში. ყველა ადამიანი პასუხისმგებელია იმაზე, რაც მის გარშემო ხდება, მის რეალურ სამშობლოში ხდება. მაშინ დემოკრატია უფრო ადვილად მისაღწევია, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტია. ცენტრალიზება ქვეყნის უბიძგებს ხელისუფლებას ავტორიტარიზმისაკენ. და აი ეს მთავარი პრობლემა, მთავარი ხინჯი ჩვენი განვითარების როგორმე უნდა დაიძლიოს და ერთ-ერთი დასაძლევი სფერო, რომელიც მე ვიცი, იქნება ეს და ეს აუცილებლად გასაკეთებელი იქნება. ასევე გასაკეთებელი იქნება სასამართლოს საქმე, ასევე იქნება უამრავი სხვა საქმე, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, აღზრდის, რომლებზეც ალბათ სხვა ადამიანები უფრო კომპეტენტურად ილაპარაკებენ. მე ეს ვიცოდი და ამის თქვენთვის გაზიარება მინდა. დიდი მადლობა. კითხვებზე არ გადავიდეთ? კითხვებზე არ გადავიდეთ? Okay. წავიდა რესპონდენტი. გამოცხადე მე დიდი მადლობა ზურაბ საინტერესო. უბრალოდ პროტესტის პოზიტიურ იმაზე მოგიყვები, რახან გაგრძელება და რახან ახსენე ვაკის პარკი, რომ იმ ინვესტორს ჯიგრულად მისცეს ადგილი სხვა ბაღში, ვერის ბაღის მიტაცებულ ტერიტორიაზე, მაგრამ ერთი რაც ისწავლა იმან, ის არის, რომ მთელი ფასადი როცა შეხედავ ვერის ბაღიდან, სულ მწვანეა, ფასადი არ ჩანს. ანუ რაღაცა პოზიტივი მაინც გამოცდილება მაინც მიიღო. დიდი მადლობა.